კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.gi, MyVideo.gi, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. შემოგვიერთდა საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ვაჟა ჩაფოშვილი და ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენს ხვალინდელ დღესთან და ფინანსურ სიმშვიდესთან. ეს არის საპენსიო დანაზოგები. რეალურად ეს არის ჩვენი შრომის შედეგი, რომლებიც წლების შემდეგ უნდა დაგვიბრუნდეს. რა განსხვავება იმ პენსია შორის, რომელსაც სახელმწიფო ყველას თანაბრად აძლევს და იმ დანაზოგ შორის, როგორ ხდება ამ თანხის გაცოცხლება, საპენსიო ასაკის მიღწევისას. ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. მოგესალმებით ბატონო ვაჟა, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს. დავიწყოთ მთავარი და პირველი შეკითხვით. რა არის მთავარი და პრინციპული განსხვავება სახელმწიფო სოციალურ პენსიასა და დაგროვებით პენსიას შორის? ჩაანაცვლებს ერთი მეორეს თუ ისინი ერთმანეთს ემატება, აი ეს რომ აგვიხსნათ? ძალიან კარგი კითხვაა, ამით რომ ვიწყებთ დღეს გადაცემას, ვინაიდან მოსახლეობაში ძალიან ხშირია, როდესაც ვერ ერკვევიან სახელმწიფო პენსია რა არის, დაგროვებით პენსია რა არის და სასურველია რომ ამაზე ხშირად იყოს საუბარი და ინფორმირებული იყოს ჩვენი მოსახლეობა. ესე იგი, სახელმწიფო პენსია არის ის პენსია პირველ პილარს ვეძახით, პირველი სვეტი, რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ადამიანები იღებენ პენსიას საპენსიო ასაკის შესრულების შემდეგ ან ინვალიდობით, როდესაც შესაძლებელი სტატუსს რომ დაიდგენენ, ან მარჩენალი გარდაცვალების შემთხვევაში, ეს არის სახელმწიფოს მიერ გაცემული როგორც პენსია, ასევე სოციალური დახმარება. რაც შეეხება დაგროვებით პენსიას, დაგროვებით პენსია შემოვიდა 2018 წლის 6 აგვისტოს კანონით, რომელიც ამოქმედდა 2019 წლის 1 იანვრიდან, რაც გულისხმობს დამსაქმებლის მხრიდან ხელფასის გადახდის დროს 2% პლუს 2% პლუს 2% ასეთი სქემაა. დამსაქმებელი იხდის დასაქმებულის ხელფასის 2%-ს, აგრეთვე დამსაქმებელი იხდის თავის 2%-ს და ხოლო საპენსიო ფონდი ბიუჯეტიდან ამატებს 2%-ს, ასე რომ 6% უგროვდება. ეს არის დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც დამოუკიდებლად კიდევ ერთხელ რო ავხსნათ, ესე იგი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, მათ 2% საკუთარი ხელფასიდან ეჭრებათ, 2% იხდის დამსაქმებელი, ანუ კომპანია, სადაც ისინი მუშაობენ და 2% სახელმწიფო, ანუ რომლის ინსტიტუციასაც თქვენ წარმოადგენთ. დიახ. და ეს ორი სისტემა, დაგროვებით პენსია და სახელმწიფო პენსია, აბსოლუტურად ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობს. დიახ. არა აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო პენსია დაენიშნა ვინმეს, ან მუშაობს და აგროვებს დაგროვებით საპენსიო სქემაში, ეს ორი სისტემა დამოუკიდებლად მუშაობს. ეს როგორც დაგროვების მიმართულებაში. ხოლო რაც შეეხება პენსიად მიღების დროს, აქაც დამოუკიდებლად არის. იღებს ცალკე სახელმწიფო პენსიას პირი და იღებს ცალკე დაგროვებით პენსიას. ერთმანეთს ემატება. გასაგებია. მოდით გითხარით, აი დაგროვებით პენსია წლებზე როგორ ნაწილდება? საინტერესოა ეს დეტალიც ავხსნათ. აქაც ესეთი ორი სქემა მუშაობს, ხო, მე მგონი და თქვენ უფრო კონკრეტულად გითხარით, ადამიანები, რომლებმაც მოახერხეს და დააგროვეს 90,000 ლარი, რამდენადაც ერთ ჯერზე შეუძლიათ მათ ამ თანხით სარგებლობა, სხვა შემთხვევაში ის ნაწილდება კონკრეტულ ვადაზე. რომ ავხსნათ ეს დეტალებიც. ხო, ესე იგი ჩვენ გვაქვს დაგროვებით პენსიაში ორი ტიპის თანხის გაცემა. დიახ. ერთი არის ერთიანი გადახდით, მეორე არის პროგრამული გატანით. დიახ. ერთიანი გადახდით ნიშნავს, რომ რაც დაგროვილი აქვს, მთლიანი მოცულობა გაიცემა ერთჯერადად, ერთბაშად. ხოლო პროგრამული გატანა ნიშნავს, რომ თვეებზე გადანაწილებულად გაიცემა ყოველთვიურად, თანხის ამოწურვამდე. ეხლა საერთოდ დაგროვებითი დაარქვენ თუ სახელმწიფოს დაარქვენ პენსია არის ის, რომელიც უნდა მიიღოს პირმა შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ასაკზე ვისაუბროთ, მაგრამ მე სხვა საფუძვლებით განვიხილოთ. ასაკის მიღწევის შემდეგ რომ მიიღოს პენსიად. ერთიანი გადახდა საერთოდ არ ფიგურირებს პენსიაში. საერთოდ არ არის ეს მისი შინაარსი, მაგრამ ვინაიდან დაგროვებით პენსია არის ახალი
და საქართველოში ახალი დაწყებულია და ადამიანებს აქვს დაგროვილი ჯერ ზოგს მცირე მოცულობით, ზოგს დიდი მოცულობითაც, მაგრამ მცირე მოცულობით დაგროვილი თანხის შემთხვევაში ყოველთურად გასაცემი პენსიის ოდენობა იმდენად მცირე იქნება, რომ მისი ყოველთვიური განაწილება არ არის მიზანშეწონილი და შესაბამისად არის ერთიანი გადახდის შემთხვევა. ერთიანი გადახდა როგორ ზღვარი სადგადის, რომ ერთიანად მივცეთ თუ პროგრამული გატანით მივცეთ. კი ბატონო. როდესაც აი 90,000 ლარი ახსენეთ, ხო, ეს საიდან მოვიდა ეს 90,000 ლარი? აქ არის საქსტატის მიერ დადგენილი სიცოცხლის დარჩენილი ხანგრძლივობა, ასეთი მონაცემიც არსებობს. რომელიც განსხვავებულია რამდენადაც მამაკაცებთან და ქალებთან მიმართებაში. მამაკაცებთან და ქალებთან განსხვავებულია, ქალბატონები დიდხანს ცოცხლობენ. აქვთ ეს პრივილეგია მათ. ძალიან დიდი თან, ძალიან განსხვავებული. ფაქტობრივად 14 წელი კაცს აქვს, ქალს 22 წელი, აი ესეთი დიდი სხვაობა. აქ თავარი მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს გადანაწილება დადგენილი ყოველ სიცოცხლის დარჩენილი ხანგრძლივობა მნიშვნელოვანია იმ ყოველწლიურად დგინდება ახალი ეს მაჩვენებელი და დაგროვილი თანხა იყოფა იმდენ თვეზე, რამდენიც რა ასაკისაც არის. მაგალითად 65 წლის კაცს სხვა აქვს დარჩენილი სიცოცხლის ხანგრძლივობა, რა წამშიაც გახდება 66-ის, მას უკვე სხვა აქვს საქსტატს ესეთი ცხრილი აქვს, იქ სხვა მაჩვენებელია. ანუ გადადის იქეთ აუცილებელი არ არის, რომ დაუშვათ 65 წელს მივუმატოთ 14 წელი და იქ იკეტება. 70 წლის კაცისთვის სხვა არის და ანუ ეს მცოცავია, რომ ეს თანხა გადაიწიოს, თუ ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას, ხო? როდესაც ბუნებრივია ეს თანხა სადღაც რომელიღაც წელს ამოწურვადია, ну აქ შემთხვევაში სახელმწიფო პენსია ჩვეულებრივ ექნება და მიიღებს. ასე რომ ჩვენ როდესაც ახლა ასაკის პენსიაზე ვსაუბრობთ, აქავე უპრიანია თუ ვისაუბრებთ იმ საფუძვლებზე, სხვა რა საფუძვლით აქვს პირს და აგრეთვე ფულს როგორ აგროვებს, ანუ როგორ გროვდება. თქვენ ისე ბართვით, ხო, ვისაუბროთ. პირველ რიგში მე იმით დავიწყებდი, რომ ჩვენი შეხვედრა და საერთოდ ასეთი ეთერები ძალიან საინტერესოა მოსახლეობისთვის იმ ნაწილში, რომ აუცილებელია მათ ინფორმირებულები იყვნენ იმ სიახლისა, რომელსაც სიახლე მაინც სიახლეა, იმ პენსია, სახელმწიფო პენსიასთან შედარებით დაგროვილი პენსია არის ძალიან დიდი სიახლე. და მოსახლეობაში ეს ცოდნა ჯერ არ არის ბოლომდე ჩასული, რომ ზოგს გონია, რომ ერთი პენსია უნდა იყოს და ერთი პენსია რომ დაინიშნავეს სახელმწიფო პენსიას, გონია, რომ დაგროვებითაც უკვე გააკეთეს განაცხადი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი თავიდან დავიწყოთ იმით, რომ საპენსიო ფონდი საერთოდ თავის ფუნქციით შედგება სამი ძირითადი ფუნქციისგან. პირველი არის ფულის შეგროვება, მეორე ინვესტირება და მესამე პენსიის გაცემა. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ პირველ და მესამეზე, ანუ შეგროვებაზე და გაცემაზე და შეგროვების ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ აუხსნათ მოსახლეობას ვის ევცელდება აღნიშნული უფლება, ხო, ვის აქვს ჩაერთოს, ვინ უნდა დააგროვოს. ჩვენ კანონის მიხედვით გვაქვს ასაკობრივი მაჩვენებელი, ასაკობრივი ლიჭრიელი, ასე რომ ვთქვათ 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით გადაღებული ფოტო, ასე რომ ვთქვათ, ასაკზე და ვინც იმ პერიოდში იყვნენ 40 წელზე ქვემოთ, იმ ის პირები ჩართულები არიან სავალდებულო წესით. გაწევრიანდნენ და გასვლის უფლება არ აქვთ, სანამ არ წარმოეშვებათ პენსიის დანიშვნის უფლება. პენსიის დანიშვნის უფლება არის 4 საფუძველი. პირველი არის საპენსიო ასაკის შესრულება, მეორე არის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის დადგენა, მესამე ქვეყნის სამუდამო დატოვება, მეოთხე მემკვიდრეებს აქვთ უფლება გარდაცვალების საპენსიო სქემის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში გაიტანონ მემკვიდრის თანხა სრულად. ასე რომ ეს არის საკუთრება დაცულია ამ ნიშნით, რომ საკუთრება და გადადის მემკვიდრეზე. აი ნებაყოფლობით რაც შეეხება ესეც რომ ნებაყოფლობით ჩართულობა ნიშნავს იმას, რომ და შეუძლია თუ არა ადამიანებს თქვათ პროგრამაში ჩაერთონ ან პირიქით გაეთიშა. პირები, რომლებიც აი 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით იმ გადაღებულ ფოტოში აღმოჩნდნენ 40 წელს ზემოთ. დიახ. მათ მიეცათ ამ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. 40 წლის ზემოთ ქალები 55 წლამდე და კაცები 60 წლამდე აი ამ ასაკობრივ ჭრილში პირებს უფლება ჰქონდათ, რომ დაეტოვებინათ სქემა. სავალდებულო წესით გაწევრიანდნენ, მაგრამ გასვლის უფლებით სარგებლობდნენ. დიახ. ჩართვიდან 3 თვის გასვლის შემდეგ ორთვიანი ფანჯარა ეხსნებოდათ, რომლის დროსაც მათ უფლება ჰქონდათ განცხადება დაეწერათ და გასულიყვნენ სქემიდან. ასეთი მოლოდინი დიდი იყო, რომ ყველა დატოვებდა და თავიდან, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მცირე რაოდენობა გავიდა, ნდობა გამოუცხადა თავიდანვე და ამ პირებს ერთი შემოbrunების უფლება
ჰქონდათ, რომ ერთხელ უარის თქმის შემდეგ კიდევ შემოbrunებულიყვნენ და ამის მაგალითები ყოველდღიურად გვაქვს რომ ბრუნდება ხალხის თემაში. ეს მინდოდა ზუსტად მეკითხა ბატონო ვაჟაპ, ხშირი იყო ჩემს ირგვლივ ესეთი შემთხვევები, როდესაც თქვათ მათ მიიღეს ეს უფლება და დატოვეს კონკრეტული პერიოდის განმავლობაში საპენსიო ფონდი და შენატანები და უარი თქვეს, მაგრამ ძალიან მალე ისინი კვლავ დაუბრუნდნენ ამ სქემას. ამ გადმოსახედიდან, ამ ჭრილიდან როგორ შეგვიძლია შევაფასოთ? ეს არის სანდოობა, თქვათ რაღაც შესაძლებლობა, რომ ჩვენ ზუსტად ამით დავიწყეთ დღევანდელი ჩვენ დიალოგი, რომ მეტნაკლებად ასე ვთქვათ, შეიქმნა ისეთი გარემო, სიმშვიდე, რომელიც წლებს ძალიან ჭირდება. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ დაახლოებით 28 წელია საპენსიო სისტემაში მუშაობ. ყოველ წელს საწყისიდან ყოველ წელს იყო რომ ასეთი დაგროვებითი საპენსიო სისტემა შექმნილიყო, შედგებოდა პროექტი, არ ვერ აღწევდა მიზანს. როდესაც საბანკო იქ მაშინ იყო ძალიან ცუდი ისტორიული მეხსიერება, ყველას გვახსოვს, გაუფასურება, ბანკში შეიტანა ფული და დაკარგა მოსახლეობამ და ეს ძალიან უარყოფითად მოქმედებდა და დღემდე მოქმედებს, რომ ალბათ როდესაც ვიღაცა ამ ფულს შეჭამს და რაღაცა ეს ისტორიული ცუდი მეხსიერება. მაგრამ საქართველოს საბანკო სექტორის განვითარებამ აღნიშნული შემოაბრუნა ხალხი საბანკო სისტემისკენ და ანაბრებზე ფული იქეთ შეაქვთ და იქით ინახავენ. აი ეს ძალიან დადებითად მოქმედებდა და მოვიდა დრო, როდესაც ეს ნდობა იმ ზღვარზე ავიდა, როდესაც ეს დაგროვებითი საპენსიო სისტემა უფრო კარგად და სწორად საწყისების სწორი გაჩნდა. რაც შეეხება მიყვარს ხოლმე ამის თქმა, რომ დრო ჩვენზე დადებითად მოქმედებს. ძალიან დადებითად. თვითოეული წელი რომ გადავიდა და ეს ფული არსად არ წავიდა გროვდება, მეორე წელი გადავიდა გროვდება, პანდემია გავიარეთ გროვდება და ამ ფულს არ მიეცა სხვა მიმართულება და სწორი მიმართულებით გროვდება და სწორი მიმართულებით ინვესტირდება და ეს საპენსიო შენატანებს თვითოეული მონაწილე თავის მობაილი ბანკებში, მობილურ ტელეფონით აკონტროლებს, უყურებს ყოველთვე როგორ ემატება, იზრდება. კი, ესეც უთხრათ, მოდით ჩვენს დამაყურებელს შეიძლება მათ არ იცოდნენ, სპეციალური საშუალება, ოპცია არსებობს, ვისაც აქვს მობაილ ბანკინგი, შეუძლიათ გააქტიურონ ეს სერვისი უფასოა და შეუძლიათ დაინახონ კონკრეტულად რა თანხაა დაგროვებული. ჩვენ საპენსიო კანონით გვევალება, რომ საპენსიო შენატანების ელექტრონული სისტემა მქონდეს და პირველ რიგში გვაქვს ეს და საპენსიო სისტემა დაკავშირებულია ყველა ბანკთან. ერთიანი სისტემაა კი ბატონო, ხედავს. ჩვენ გვაქვს ერთიანი სისტემა და ჩვენი ბანკი სერვისებით აწვდის ინფორმაციას ბანკებს და ვინც ბანკის მობაილ ბანკით სარგებლობს, იქ უჩანს, დაეთანხმოს და გამოუჩდება საპენსიო შენატანები ყოველთვიურად. და როდესაც ნდობასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვთქვათ ისიც რომ უკვე გაცემულია 129 მილიონზე მეტი ლარი. 129 მილიონი პენსიად არის გაცემული უკვე ეს ჯერ ხო პატარა ვართ და ვაგროვებთ, მაგრამ სინამდვილეში 27,000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე ისარგებლა. 2019 წელს ძალიან მცირე იყო და პირველ ახალი წელი იყო და პენსიის დანიშნვისთვის, ვისაც იმ დროს შეუსრულდა საპენსიო ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დაუდგინდა მხოლოდ ისინი სარგებლობდნენ, მაგრამ იანვარში მაგალითად 900-მდე პირმა უკვე მოიპოვა უფლება რომ განცხადება დაეწერა პენსიის დანიშნა დაგროვებით პენსიის დანიშნა გაცემაზე. აი ესეც რომ ვთქვათ, არიან თუ არა ადამიანები, რომლებმაც მიაღწიეს ამ ვთქვათ ასაკობრივ ზღვარს, მათ შეუძლიათ უკვე ისარგებლონ და ისინი განაგრძობენ კვლავ ვთქვათ დაზოგვას ამ თანხის. მე მაგ კატეგორიას სამნაწილად ვყოფ და პირველი ჯგუფი არის ისეთები, რომლებიც კი შეუსრულებთ საპენსიო ასაკი, მაგრამ მუშაობას აგრძელებენ, მოსწონთ რომ უგროვდებათ და აგრძელებენ დაგროვებას, პენსიას არ ინიშნავენ. პენსიას რო დაინიშნავენ, დაგროვება წყდება. ესეთია კანონის მოთხოვნა. და არ ინიშნავენ პენსიას, იმიტომ რომ დაუგროვდეთ. რა თქმა უნდა, ეს სანამ შეუძლია ადამიანს რომ იმუშაოს და აგროვებს, ერთის ნაცვლად 4 უგროვდება, ასე რომ 4-ჯერ უბევრდება, ასე რომ ვთქვათ და ძალიან მარტივი მათემატიკაა რა. და ამას მიმართავს ის კატეგორია, რომლებიც კარგად ერკვევა თავის შემოსავალში, თავის დანაზოგში და უყურებს ამ ყველაფერს. ერთი ასეთი ჯგუფია. ამათში მეორე ჯგუფია, რომლებიც აღარ მუშაობენ, საპენსიო ასაკს მიაღწიეს, ეს თანხა უდევთ, მაგრამ თანხა არ ემატება შენატანი.
მაგრამ სარგებელი ემატება ფონდში რაღაცა და ამასაც უყურებს და არც ის ცდილობს რომ ჩხარა გაიტანოს, იმიტომ რომ ის რო გაიტანოს და ბანკში შეიტანოს, იქ იმის ძალიან მცირე რაოდენობა დაემატება, ამიტომ ურჩევია აქ იყოს დიდ მოცულობაში, ესეც მეორე ესა. მესამე კატეგორია არის, რომლებიც ფიქრობენ, რომლებიც არიციან და ინფორმირებული არ არიან და მინდა ჩვენი ეთერით ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს მონაწილეებს. აი როგორ უნდა გავაგებინოთ ამ ადამიანებს, რომ შეუძლიათ უკვე ისარგებლო? ხო, პირველ რიგში ის რომ როდესაც მუშაობდნენ და საპენსიო შენატანი ეჭრებოდა და უგროვდებოდა, ერიცხებოდა მის საპენსიო ანგარიშზე, ეს ყველასთვის ცნობილი ამბავი იყო და როდესაც საპენსიო ასაკს მიაღწიეს და პენსია დაინიშნეს, ზოგს გონია რომ სახელმწიფო პენსია დაინიშნეს და სულ ამით ამოიწურა. ხო და მინდა ახლა ეს ინფორმაცია გადავცეთ, ვინც მოისმენს გადასცენ, რომ თუ ვინმეს აქვს საპენსიო ასაკი შესრულებული და სურვილი აქვს რომ გაიტანოს, შეუძლია მომართვა განახორციელონ საპენსიო ფონდისთვის და მომართვის სამი ფორმა გვაქვს, ანუ მოქნილები ვართ ძალიან, ერთი ჩვენს ოფისში მოსვლით, მეორე იუსტიციის ყველა ფილიაში იუსტიციის სახლებში მთელ საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ მომართვა გააკეთონ და ძალიან მარტივია ერთი განცხადებას ხელის მოწერა უნდა და всё დამთავრდა ყველაფერი მოკლეს პერიოდში ხდება აღნიშნული თანხების გაცემა და ხა ვისაც შეუძლია ელექტრონული ხელმოწერით არსა და თავისი ბინიდანაც შეუძლია განახორციელოს განაცხადი. ამ თანხის დაზოგვაში გვეხმარება თქვათ ჩვენი კომპანია, სამუშაო ადგილი, დამსაქმებელი, თავისი თქვათ იმ 2%-ით, კიდევ სახელმწიფო, ანუ თქვენი ინსტიტუცია 2%-ით, მაგრამ რა ხდება იმ დროს, როდესაც ადამიანი დროებით აღარ მუშაობს? ამ შემთხვევაში ან სხვა სამსახურში გადადის. აი ეს მიმართულებაც რომ ავხსნათ და განუმარტოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. საპენსიო შენატანებს, როგორც თქვით, ახორციელებს დამსაქმებელი. დიახ. და დამსაქმებელი შეიძლება ყავდეს ერთი, შეიძლება ყავდეს რამოდენიმე. მიუხედავად მაგისა, რამდენი დამსაქმებელი ყავს, რამდენი ხელფასიც ერიცხება, იმდენი საპენსიო შენატანი ხორციელდება. დიახ. სამ ადგილზე მუშაობს 3-დან, ერთს თავს დაანებებს 2-დან, ორს თავთან 1-დან, ერთსაც რომ თავს აღარ მუშაობს, მაგ შემთხვევაში ეს საპენსიო შენატანები აღარ შემოდის, მაგრამ ფონდში დევს და ინვესტირებას განიცდის და სარგებელი ერიცხება. ელოდება სანამ რამე არ იმ მონაწილის თავს რამე არ მოხდება. არ მოხდება, შეიძლება მუშაობა დაიწყოს, შეიძლება პენსიის დანიშნა-გაცემის საფუძველი წარმოეშვას და ისარგებლებს ამით. 4 კომპონენტი ვთქვით ჩვენ, რის შედეგადაც ხდება ამ პენსიის აღება. ახლა მოდით ავხსნათ ის თუ ვთქვათ ადამიანი გარდაიცვალა, ამ შემთხვევაში რა ხდება? მისი თანხა ვის შეუძლია მოითხოვოს და დაახლოებით რა პროცედურაა რომ ავხსნათ ეს? საპენსიო სქემის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო მოწმობა უნდა გაიცეს ნოტარიუსის მიერ, რომელიც გაიცემა გარდაცვალებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, სამკვიდრო მოწმობაში მოხსენიებული მემკვიდრეების წილების პროპორციულად გაიცემა აღნიშნული დაგროვილი პენსია. მაგალითად, გარდაცვალის თუ ყავდა 3 მემკვიდრე, შეიძლება ერთ მემკვიდრეს მისცენ დაუშვათ 1/2 და დანარჩენი წილი კიდე შუაზე შვილებს გაუყონ. ეს არის სამკვიდროს თემა მთლიანად. და ამ შემთხვევაში თანხა გაიცემა მთლიანად. სამკვიდრო მოწმობაში მითითებული წილობრივი პროპორციის შესაბამისად გაიცემა ჩვენს მიერ აღნიშნული თანხა, რომელ გვარზეც რამდენი პროცენტი წერია, 1/2, 1/4 თუ რამდენიც წერია, ზუსტად ის დაგროვილი მთლიანი თანხა გაიცემა იმ გვარზე იმდენი პროპორციით. კი ბატონო, აი თქვათ მინდა საპენსიო ასაკამდე გასვლა საპენსიო ფონდიდან. ამ შემთხვევაში რა ხდება? აი როგორც წეგან თქვით, საერთოდ პენსია უკვე სიტყვა მიუხედავად იმისა დაგროვებითია თუ სახელმწიფოა, პენსია არის ის, რომ ადამიანმა უნდა ისარგებლოს საპენსიო ასაკში ყოველთვიურად, რომ მან თავისი უზრუნველყოფა გააკეთოს თვითონ. ეს არის მთელი შინაარსი პენსიის. დანარჩენი ყველაფერი ვადაზი ადრე ერთიანი გადახდით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით, ქვეყნის დატოვებით და გარდაცვალების შემთხვევაში მემკვიდრეებს, ეს არის უკვე გამონაკლისებივით, რომ როდესაც ადამიანს არ შეუძლია მიაღწიოს საპენსიო ასაკამდე და მაგ შემთხვევაში აიღოს. და ეს ამ საფუძვლების გარდა ჩვეულებრივ ჯანმრთელ ადამიანს არ შეუძლია, რა თქმა უნდა, აიღოს პენსია, იმიტომ რომ პენსიას ის პენსია აღარ არის მაშინ ბანკში უნდა შეიტანო ადამიანმა შენი ფული და როცა გინდა მაშინ გამოიტანო. როდესაც აქ ამას პენსია ქვია და მონაწილეობს
შენს გარდა სხვაებიც გიგროვებენ დამსაქმებელი სახელმწიფო მერე იქ საინვესტიციო სამსახური და ასე შემდეგ. მიზნობრიობა არის სასახად მხოლოდ პენსია და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ადამიანებს ბევრი ადამიანია რომელსაც გათვითცნობიერებული აქვს ის რომ ერთიან გადახდაზე ბევრჯერ ყოფილა საუბარი და ამბობენ რომ მე რომ ეხლა ერთიანად გავიტანო ამ ფულს მე ჩემი ოჯახის წევრები ამას დავხარჯავთ ახლა და ისევ რჩები მე სახელმწიფო პენსიის იმედად. სახელმწიფო პენსია არასდროს არ ყოფნიდა პენსიონერს, რამდენი წლის უკანაც გინდა დავიხედოთ და ალბათ არ ეყოფა ისევ არასდროს. იმიტომ არის მთელ მსოფლიოში შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემები და საქართველოშიც იმიტომ იქნა შემოღებული რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემით ცხოვრობს მთელი მსოფლიო და ჩვენც ვიწყებთ ფეხი ავიდგით მაგ მიმართულებით. ეს არის მე ვთვლი რომ ყველაზე წარმატებული, ყველაზე მომავლის პროექტი მე პირველად გიზა დავაყენებდი ამ სისტემას. როგორ სარგებლობენ ფონდით უცხოეთის მოქალაქეები და შესაძლებელია თუ არა რომ ფონდში ასევე საკუთარი სურვილით დამატებითი ვთქვათ თანხის შეტანა მოხდეს. ხო, ასე იგი ორად გავყოთ ეგ ნაწილიც უცხო ქვეყნის კანონი ამობს ვისე ვრცელდება აღნიშნული დაგროვებით პენსიის შესახებ კანონი იწყება მაგით რომ ვისე ვრცელდება და ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე და საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე პირებზე. თუ დროებითი ბინადრობა აქვს იმ პირებზე არ ვრცელდება. ანუ თუ არის მუდმივი ბინადარი, მაგ შემთხვევაში ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქე მუდმივი ბინადარი, მაგ შემთხვევაში ვრცელდება. ხო. სხვა შემთხვევაში რომ უცხო ქვეყანაში რომ ცხოვრობდეს და საქართველოში დასაქმებული არ იყოს და საქართველოს ანუ ხელფასის არ უხდიდეს მაგ შემთხვევაში ვერა. ეს არის მეორე პილარი, ასე მეორე სვეტი ჩვენი და ამ შემთხვევაში წესები ასეთია. არსებობს დამოუკიდებელი მესამე პილარი, ანუ კერძო დაგროვებითი სისტემები, სადაც შეუძლია ადამიანს სხვა პირობებით შეიტანოს და გასაგებია. პირიქით ავხსენით, როდესაც მოქალაქე გადის საქართველოს ქვეყნიდან და გადადის უცხოეთში საცხოვრებლად, მას შეუძლია ეს თანხა. მან საფუძველი არის ქვეყნის ამოდამო დატოვება, სახელიც გვეუბნება, რომ საქართველოს მოქალაქე აღარ უნდა იყოს. და როდესაც საქართველოს მოქალაქეობას კარგავს და სხვა ქვეყანაში მიდის საცხოვრებლად, ამ შემთხვევაში შეუძლია გაიტანოს. და ბოლოს მინდა გკითხოთ, რამდენი კაცი სარგებლობს დაგროვებით პენსიით, ჩვენ შევეხეთ რაღაც ნაწილს და ყოველთვიურად და ეს რა მოცულობით არის დაახლოებით რა თანხაა? ხო, საინტერესოა ეს სტატისტიკაც. 1,715,000 მონაწილე გვყავს ახლა ჩვენ. ეს ძალიან დიდი ციფრია და 1,715. საინტერესოა. და მთელ მსოფლიოში აპრობირებულია რომ რა იცავს ამას აი სანდოობასთან დაკავშირებით რაც უფრო და მე რო ვთქვი რომ დრო ძალიან დადებითად თქვენ სისკულზე ასხამს წყალს ხო რაც უფრო მეტი ადამიანი წევრიანდება მით უფრო მეტი ადამიანი არის თვითოეული დამცველი ამ ფონდის გულშემატკივარი მეთვალყურე და სენსიტიური ხდება მე უკვე ეს ძალიან მნიშვნელოვანია არც ერთი ბანკი ამ მოცულობის ადამიანს ვერ გააერთიანებს და შესაბამისად ყველაზე მეტად მამშვიდებს როდესაც ეს ციფრი იზრდება რომ თვითოეული ჩვენთაგანი ძალიან აპოლიტიკურად ხო რომ ყველა ელოდება 20 წლის შემდეგ ხო აბსოლუტურად წმინდა ფინანსური ინსტიტუტი რომელიც ზრუნავს დღესაც უკვე ამდენ ადამიანზე რაც ვთქვით ჩვენ რა ვიცი ეს 129 მილიონი ძალიან ბევრია რომელიც გავეცით უკვე და არ ყოფილა შემთხვევა რომ ვინმეს სარგებლის გარეშე გაეტანა ყველა სარგებლით გაქვს ანუ ნამეტით გარდა იმ 2+2+2 6%-ის გარდა ყველა სარგებლით გადის ეს თანხა შესაბამისად ამას რომ უყურებდა ეს რომ მზარდია ის სარგებელიც მზარდია მონაწილეობაც მზარდია თანხაც მზარდია მარტო თლიან მოცულობას 2.4 მილიარდი ლარის სარგებელი დაერიცხა. და ეს თვითოულ მონაწილეზე ნაწილდება და ძალიან საინტერესოა და მომავლის პროექტი. კეთილი. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ და ჩვენს მსმენელს დამაყურებელს შევახსენებ რომ საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალურ დირექტორის მოადგილესთან ბატონ ვაჟა ჯაფოშვილთან საუბრობდით ჩვენ საპენსიო დანაზოგზე. ეს თემა არის აქტუალური, ჩვენ პერიოდულად დაუბრუნდებით ხოლმე ამ საკითხს, მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას, წარმატებებს გისურვებთ, მადლობას გიხდით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.